გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 13 ნოემბერი არის 100,000 მოწამის ხსენების დღე და მინდა ყველა დარჩენილ საქართველოში დარჩენილ ქრისტიანობას მიულოცო დღევანდელი დღე, რომელიც ქართველი ერის ქრისტიანობისთვის ბრძოლის რა ვიცი განსაკუთრებული თარიღია. არიან ერები, არიან ქვეყნები, რომლებსაც ერთი მოწამე წმინდანი არ აყავთ და საქართველოს აგერ მარტო ერთ დღეში 100,000 მოწამე ყავს ხალხმა, რომელმაც რწმენის გამო ხატს ფეხი არ დააბიჯა. მაგრამ დღესდღეობით დღევანდელ რეალობაში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეკლესია ტაძარი აშენდა და მრევლი უამრავი დადის ეკლესიაში, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დღეს ბევრად ნაკლები ჭეშმარიტი ქრისტიანი არის, ვიდრე მაგალითად 30 წლის წინ, 20 წლის წინ. და ამას ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია და განსაკუთრებით იმ სულიერი მამების დამსახურება არის, რომლებმაც რწმენა რიტუალების დონეზე დაიყვანეს. ამიტომ არის, რომ ის რაც თავის დროზე წარმოუდგენელი იყო საფიქრელად ქართველი კაცისთვის, დღეს ყოველდღიური ბრძოლის წესი გახდა. გულისხმობ ამ არატრადიციულ ფასეულობების შემოთხრას, შემოტანას, საქართველოს არაბიზაციას, თურქიზაციას, რა ვიცი, ინდუსიზაციას და რუსიფიკაციას და რა ყველაფერს ერთად რა, რაც საერთოდ ქვეყანაში ხდება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის ინტერესების გამტარები იქნები შენ, თუ კი შენი ქვეყნის ინტერესები არ გადარდებს და შენი ერის ეროვნული ინტერესები არ არის და ქართველი ერის ეროვნული ინტერესები არის ქართული ეთნოსის ადათი, წესი, ტრადიცია და მართლმადიდებლური სარწმუნოება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ამ ორს ერთად თუ არ ატარებ ქვეყანაში და ცხოვრებაში, შენ ავტომატურად სხვისი მსახური ხარ და რომ გადახედო ახლა ამ ფარისევლებს, ხო? ავსებულია ეგეთი ფარისევლებით, მიდიან ეკლესიაში სანთლებს ანთებენ და მერე გამორბიან და ქართულ მიწას ყიდიან და 1000 უბედურებას აკეთებენ, ასე რომ ძალიან გვიჭერს წმენაში და ძალიან მრცხვენია მე იმ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ბრძოლით, სისხლით და თავდადებით მოიტანეს აქამდე ქრისტეს რჯულში და ქრისტეს რწმენაში, როგორ გააძლიერეს პატარა საქართველო. ეხლა მინდა მოუბრუნდე ამ ყველაფერს, მოუბრუნდე ამ თემიდან და მოუბრუნდე იმ დღევანდელ რეალობას, რომელიც დღევანდელი რეალობაც ტრიალებს საქართველოში. დღეს მინდოდა გამერჩია დეტალურად ის ინტერვიუ, მაგრამ აუცილებლად მოახერხებ ამას, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოახერხე. თან იმდენად დინამიურად ვითარდება თემები, ფეხის საწყობას ვერ ასწრებ ადამიანი და აუცილებლად მოახდენთ მაგ ინტერვიუს გარჩევას ძალიან მარტივ ქართულ ენაზე, ფაქტებით, შედარებებით. მანამდე კი რა ხდება საქართველოში? აი, მე მინდა ეხლა მივმართო ქოცებს. გახსოვთ? თქვენ ზებროვიჩებო და პინგვინიჩებო და ზვიგენიჩებო და ივანიჩებო. ხომ გეუბნებოდით იმას, რომ ფული ბევრი გაქვთ. ძალაუფლება თქვენ ხელშია, მაგრამ ქვეყანა აფეთქდება იქამდე მიიყვანთ თქვენ მდგომარეობას თქვა. თქვენ წმინდა ბიძინა რასაც იტყვის თქვენი ოჩოპინტრე, თქვენი სულიერი ლიდერი, სულიერი და რა ვიცი ფიზიკური მამაც რო გკითხოთ, ერის მამაც რო თვლით ის. სერი ბლოგერი როა იმისთან და ბევრია იმა ღიათ მაინც თქვა და იმნაირი რამდენია კიდე ბიძინა მადიდებლებო. ხომ იყავთ, ხომ იყვანეთ აქამდე საქმე. ახლა აღარაფერი აღარ გიშველით. ახლა გეუბნებით, რომ ქოცებს ისეა უკვე მიმდგარი საქმე, ქოცების საშველი არ იქნება არაფერი. და აი ბევრი მოემზადეთ მონანიებისთვის და აღიარებისთვის. მე ამას გეუბნებით პირდაპირ, იმიტომ რომ რა არ გაათახსირეთ ამ ქვეყანაში, რას არ შეეხეთ, წმინდა არაფერი დატოვეთ, ყველაფერს გადაუარეთ და ყველაფერს აი
მიშიზმის და ბიძინიზმის იმით ფუთავდით ბრძოლით ამ ყველაფერს, მაგრამ ქართული მიწის სურნელმა და ქართული მიწის მადლმა უამრავი ადამიანი გამოაფხიზლა საქართველოში, რომელიც სხვანაირად ფიქრობდა, ეს მთავრობის საქმეა, ეს ამის საქმეა, იმიტომ რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ იგრძნო ის, რომ ეს ყველაფერი არის გაკეთებული სამშობლოს გაყიდვისთვის, ერის გენოციდისთვის, გადაშენებისთვის და ხედავ ახლა საზოგადოების ყველა ფენას, სხვადასხვა კუთხეებში უამრავი ადამიანი მზადაა იარაღს მოკიდოს ხელი და იარაღით დაიცვა საკუთარი სამშობლო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩათვალეთ და გეგონათ, რომ მთელი ქართველობა ჩააჩმორეთ და რასაც გინდოდათ, იმას გააკეთებდით ამ ქვეყანაში. არჩევნებში ხო გაძლევს ხალხი ხმას და ხო ხართ, მაგრამ აი ამას გადაყვებით თქვენ. და რაც ხდება დღეს საქართველოს მედია სივრცეში და ტელესივრცეში, ეს არის ტრადიციული ტრიუკები, ქოცნაცური, რომელი ტრადიციული ტრიუკები ამათ ახასიათებთ, რომ თემა იქნას გაცივებული და ყურადღება იქნას გადატანილი. გულისხმობ გუშინწინდელი გახარიას თემას და გუშინდელი იმის, რა ქვია, მიშას თემას, მიშას ციხეში გადაყვანის თემას, რომ ახლა თურმე მიშა გადაიყვანეს ციხეში და ჩვენ აქ მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მიშა გადაიყვანეს ციხეში. ორი სიტყვით შევეხები ამ ყველა. ამაზე დროის დახარჯვაც არ ღირს, ჩემო კარგებო. ფეხებზე დაიკიდეთ ეს ყველაფერი. ეს არის ამათი ბინძური ტრიუკები, რომელიც უკვე აღარ გადით, ამოჭამეს თავისი ყველაფერი, ძვლებიც კი გამოხრეს იმ სიდამპლით, რომელიც სიდამპლესაც 13 წელია ტენიან ხალხს. და მაინც იმას აბრუნებენ, იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრება არ შეუძლია, უკეთეს სახელმწიფოს ვერ შექმნის ივანიშვილი და ქოცები, იმიტომ რომ ეს მათ სისხლშია. ეს ხალხი უნდა ასე აშტერონ და თვითონ უნდა აკეთონ თავისი მოღალატეობრივი საქმე. ვის რა შეაინტერესებს თქვენი წყეული ერის 15% თუ ხართ ქოცები, იმად გარდა და 1 პლუს 5%, 10% ეს ნაცები რო არიან, ეს დაავადებული ავადმყოფი ხალხი, ორივე დაავადებული ავადმყოფი ხალხი, ვის რა შეაინტერესებს მიშა გადაიყვანეთ თუ არ გადაიყვანეთ. მიშა გავიდა ტუალეტში თუ არ გავიდა ტუალეტში. მიშა მოისაკმა, არ მოისაკმა, ტრაგიეთკინა ფეხი. ვის რა შეაინტერესებს? ვის რა შეაინტერესებს? აი ნორმალურ ადამიანს. მიშას ტრაგით კივა, მიშას გულით კივა, წონაში დაიკლო, დემენცია და ამდენი ხანი ხო გლეხი რო ჩამოუკიდებს ემას, რა ქვია, ნასესხების პერიოდში, მარტის ნასესხებში კატას ცხრებს და აჭრიპინებს და ამ ჭყიბ-ჭყიბინში გადაატანიებს ნასესხების 3 დღეს, ხო ასე ყავდათ ეს ყველაფერი. ახლა ვის რა შეაინტერესებს? არავის არ აინტერესებს, მაგი? ეგ გაინტერესებთ თქვენ. ამიტომ ხართ ეს ტელეკომპანია თუ კანალიზაცია იმედი და ტევ პირველებით ესენი ერთმანეთის იმაში 24 საათი ამას რომ მუსირებთ. ეს თქვენ ხართ ერის 20% ხართ, ეს ავადმყოფები მაქსიმუმ 30%, 70% სხვა არის. და იმ თქვენ 20-30%-შიც და განსაკუთრებით ქოცებს მინდა უთხრა. აი იმ თქვენ 15%-ში, რომელიც მხარს გიჭერთ, იქაც ძალიან სერიოზული განხეთქილებები გაგაჩნიათ. ძალიან სერიოზული განხეთქილებები. მე მინდა გითხრათ, რომ ქოცებში არის კატასტროფული განხეთქილება. ეს ჯერ არ ჩანს, ძალიან მალე ნახავთ. კლანების დაჯახება კიდე როგორ გამოვა გარეთ. და კონკრეტულად კალაძის კლანის და სხვების დაჯახება კიდე როგორ გამომზეურდება. როგორი სიდამპლეები კიდე ამოცვიდა, მაგრამ ეს ერს არ უნდა აინტერესებდეს, იმიტომ რომ ეს ერთი კლანის მეორე კლანის ერთი ნაგავია. ყველა ერთი ცოდვის სვასკაზე არიან ესენი ერთად, როგორც თასვლელები ადიან და თოკი არის ჩამოკიდებული, ისი არის ნაცი, ქოცი, ძველი ქოცი, ახალი ქოცი, ამის კლანი, იმის კლანი ერთად, ეს თქვენი ბინძური ცხოვრების წესი არის. არც ერთ-ერთი მეორეზე უკეთესი არ ახართ, ყველა ერთი ბინძური თემით ახართ, ამდენი ხანია გლიჯავთ, ყიდით, ათახსირებთ, წამლავთ საქართველოს, არავის არ აინტერესებს ის, რომ თქვენ ყოველდღე ბარიგებს იჭერთ. თქვენი შექმნელია ეგ ბარიგები. დიახ, თქვენი შექმნელია, თქვენი იმ გახარიასთან ერთად. თეთრი ხმაურის ნარკომანებს და ბარიგებს ბოდიში რო უხადეთ, გახსოვთ რუსთაველზე? და ჩვენაერ ხალხს კეტით რო დაძდევდით? ხო, თქვენია. არავის არ აინტერესებს სხვა დანარჩენი ამბები, მიშა გადაიყვანეთ თუ არ გადაიყვანეთ. კი, მაგრამ ამდენი ხანი რატო ეგდო ავადმყოფოში? ამდენი ხანი გაღებული ხარჯი ხალხის, ჩემი, თქვენი, სხვების გაღებული ხარჯზე, რატო ტრაქს ბანდით მიშა სააკაშვილს?
რომელიც უნდა ეგდოს დიდი ხანია ციხეში, კაცებში და კრიტში უნდა ეგდოს. იქაა მისი ადგილი. იმან მზე არ უნდა ნახოს, არც ქართული მიწა არ უნდა ნახოს და არც მზე არ უნდა ნახოს. რატო იყო იქ? ამდენი ხარჯი რატო გაწიეთ? ჯერ მარტო ამის გამო გაქვთ დედა მოსატყნავი. თუ სიმართლე გინდა და ამას ნურავის ნუამადლით თუ იქ გადაიყო, მე რა რო გადაიყვანეთ. ვის რა ფეხებზე არ კიდია? და გახარიას თუ წაუყენეთ ჩორჩანის გამო 13 წლიანი მუხლი ტერიტორიების დაკარგვის გამო სააკაშვილს რა აქვს აყენებული? გაცტუკები? ფულის გადახარჯვა? ბოზებზე მისი აიფონების და მის საყელოების ყიდვა? თუ ახლა რო წაუყენეთ ბრალი ვის რა შეაინტერესებს? სარი გითხრიათ, ორივე ხართ აი ჯოხის თავი და ბოლო. მაგრამ გავიწყდებათ რომ ეს ჯოხი ხალხს უჭირავს ხელში და ეს მოგხვდებათ თავში. გეუბნებოთ ყოველთვის მართლა მოგხვდებათ, იმიტომ რომ ყველა კოცი პირდაპირ ვამბობ, პირდაპირ ვინც აქამდე კიდე იყო ხო, ვინც სამშობლოს გაყიდვას ინვესტიციას არქმევს და საკუთარი ერის გათახსირება და განადგურება და გადაშენება უნდა ინვესტიციის სახელით, ყველა არის მოღალატე, ყველა არის არც ერთისთვის ტყვიაშუბში არ მენანება მე პირადად. მე არ მენანება არც ერთისთვის. ეს ხალხი ალბათ არის ის ხალხი, რომელიც ქართლის ცხოვრებაში მძიმედ რო არის აღწერილი იმ ლაშქრობებიდან დაფეხმძიმებული, ძალადობით დაფეხმძიმებული ქალები, რომლებსაც თურქები აკეთებდნენ, არაბები აკეთებდნენ და იმათი უფრო მეტი სიბინძურეებია იქ, რაც რეალობაში ხდებოდა იმ არაბების პერიოდში გაკეთებული. იმათი შთამომავლობა ქართულად მოლაპარაკეები. ესენ ქართველები არც ერთი არ არიან. ეს არის დაახლოებით ყველა ერში არის სადღაც 15-20% დაახლოებით ისეთი, რომელიც არ არის იმ ერის, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს სისხლი, ხორცი არ აგიდუხდეს ამ ყველაფერზე. არ შეიძლება, შენია ეს, შენი მიწაა, შენი სამშობლოა. და არ შეიძლება ამაზე შეიძლება მხოლოდ ხაინდრავების რაერს, აი გვარს არ ვეხები, ხვინდრავას, მე ამას ხაინდრავასაც არ უძახი. არა ეს ხაინდრავაც, ეს რაღაცა დამპალი ღურის თესლია. საღაციდან ალბათ არაბის შთამომავალი ჩათესლილი გაზრდილი. ამათ შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იგივე ივანაშვილი უკაცრავად. რომელიც როგორც მე ახლა სხვათა შორის ამის ახლობელს ვესაუბრე, მითხრა არსებობს ასეთი ვერსიაო სინამდვილეში ეს ადამიანი არც ივანაშვილი არ არის. სინამდვილეში არისო გორის რაიონიდან 2-3 თაობის წინათ გადასახლებული ივანე ხუხაშვილის შთამომავლებია, რომელიც ივანაშვილებში ჩასახლდაო იქო და ივანაშვილად დაეწერაო. არა ამ ადამიანში რომ სისხლი არა ქართული და ემოცია არა ქართული და არაფერი რო არ უფეთქავს და ყველაფერი რო ფულზე დაყავს და ყველაფერს რო ყიდულობს და ყიდის. ამას რა თუნდა ახლა რამის შეტყობა ამას ქართველი თუ ვერ ხვდება თუ დატყობილა საქმე. ქართველს და გვარად ქართველს ერთმანეთისგან თუ ვერ გაანსხვავებ. მე იმას არ ვამბობ, რომ შეიძლება იყოს უამრავი ცუდი, რომელიც მართლა ყორღანაშვილების და ორჯონიკიძეების და სხვების მსგავსად ქართული სისხლის და ცუდი, მაგრამ ორჯონიკიძე არის, ხო? ორჯონიკიძე. იმასაც კი საქართველოში უნდა და ესა დასაფლავება. ქართული მიწაზე უნდა და დასაფლავება. მიუხედავად იმისა, რაც გააკეთა. მორჩა და დამთავრდა. ამათში ესეც არა. ამათ მიწის ასეთი რაღაცის ფასი არ გააჩნია. ამიტომ ჩემო კარგებო, ძალიან ცუდი დღე გელოდებათ ქოცებს. ძალიან ცუდი. მე შეიძლება ამას ახლა არ უნდა გეუბნებოდეთ. იმიტომ არ უნდა გეუბნებოდეთ, რომ ჯობია თქვენ ვერ ხვდებოდეთ ის რაც გელოდებათ. იმიტომ რომ ეს ღალატი ამ ქვეყნის და არა მარტო ქოცებს, სხვათა შორის. არა მარტო ქოცებს. აი იმ სასულიერო პირებსაც, რომლებსაც პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული და როდესაც ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა იყიდება, ხმას რო არ იღებთ. წინ რო უნდა მიუძღვებოდეთ ახლა ხმლით წინ რო უნდა მიუძღვებოდეთ სასულიერო პირები და მრევლი მოყავდეთ უკან. ვისაც გეხებათ, ვინც ხართ ესეთი? პირველი თქვენზე მოდის ეს ერის სულიერი დეგრადირება და ერის სულიერი მდგომარეობა თქვენზეა ეს. და ეს ასათქმელი. აი იმ
ფარისევლებს განსაკუთრებით ეს პატრიარქ მადიდებლები რო ხართ. თქვა ილია მეორემ თავის დროზე რომ ქართული მიწის 2013 წელი იყო გაყიდვის უფლებაო, არავის არ აქვს არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს და არავის. მერე თქვენი პატრიარქის თუ გჯერათ და თუ გესმით და თუ ვენებს იჭრით. რატო არ გახსოვთ მისი სიტყვა, მაგრამ თქვენ ხართ ისეთივე ქოცები, რომელი ქოცები თქვენივე პატრიარქის სიტყვას. როდესაც გითხრათ უკანონობის დაკანონება არ შეიძლება ანტიდისკრიმინაციული კანონითო. ერთ წამში მიაფურთხეთ და შემოდით და სოროს მიეცით ხმა 150-მა დეპუტატმა იმის რა ქვია ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით. აი ეს ხალხი ხართ თქვენ, ამიტომ თქვენ ძალიან მალე გელოდებათ დედის წყნა და მამის შიმშილი. ძალიან ბევრი რამე გამოაშკარავდება. აგერ 16 ნოემბერს ილიას და აკაკის ძელთან რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან გაიმართება ექსპოზიცია, გამოფენა. რუსულად თუ გაინტერესებთ, ვისტავკა. გამოფენა, სადაც იქნება წარმოდგენილი დამადასტურებელი მყარი დოკუმენტები, რომელი მყარი დოკუმენტებიც ამტკიცებს იმას თუ რამდენი კვადრატი მეტრი მიწა არის გაყიდული. კვადრატ მეტრზე მაქვს საუბარი. კვადრატ მეტრზე და დათვლილია ეს კვადრატული მეტრობა, ეს არის დაახლოებით 127 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც არის გაყიდული. იქ 200 ჰექტარი, იქ 100 ჰექტარი, იქ 50 ჰექტარი, იქ 300 ჰექტარი. დასახლებებით დაწყებული, რაც მაგათ ხელში არის. ქართული მიწა, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით არის მორწყმული და როგორ ევთანაზიური სიკვდილით ნელ-ნელად აი ამ ბოზიშვილებმა ნელ-ნელა გაყიდეს. რამდენი ჩათლახობა გააკეთეს. ვიზე მელაპარაკებით ხალხო? კობახიძე ღორის თესლზე მელაპარაკებით? როდესაც 2017 წელი იყო კონსტიტუციური ცვლილებებისთვის 1000 ბრძოლა უბედურება რო გქონდა ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით და ვიყავით შეკრებილები, დიალოგი გაიმართოსო ხალხთანო, ემაში ბომბი დაცემია იმ შენობას ვერ ვიტან ფილარმონიას. რას გვეუბნებოდა? თქვენო ბოლშევიკები ხართო, მიწის გაყიდვის მომხრე რო იყო, თქვენო კომუნისტები ხართო, ბოლშევიკები ხართო და ილიას გზით იარეთო და გაიქცა იქედან საერთოდ. იმიტომ ხარს უჭერდა მიწის გაყიდვას, ქართული მიწის გაყიდვას. ამას ბიზნეს ეძახდნენ. მაშინ რა გააკეთეს, იცით? ჩვენ მივიღეთო რომ მიწა მიიღეს კონსტიტუციურად, მაგრამ რა გააკეთეს, იცით? სასოფლო სამეურნეო მიწაო არ იყიდებაო. და მე ესეთი ვირეშმაკობა ისწავლეს. შეუცვლიდნენ ქართულ მიწას, იმას რა ქვია, სტატუს რო ის იყო არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების და ყიდიდნენ. აი ეს ჩათლახები, ეს მათხოვრები, ამათი ყველანაირი ტრიუკი ზეპირად ვიცი რისი გაკეთებად შეუძლია. რა მნიშვნელობა აქვს ამას? კანონმდებლობა, სამართალი, რა არავინ არ უნდა, მე გეუბნებით. მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი, მე არ ვიცი ახლა ვის რა უნდა. ეს დამპალი ძალა, ეს აყროლებული ძალა, ეხლა რა დათმობაზეც არ უნდა წავიდეს, ეს დამპლები რომ დარჩნენ იქ, თქვენ გონიათ ხვალზე გიგივეს არ გააკეთებენ? ხვალზე გსულს რომ მოითქვამენ და ეს პროტესტი რო ჩაცხრება, თქვენ გონიათ სხვა რამეს გააკეთებენ? ზუსტად არის ასეთი თურქული ანდაზა არის, გველს რამდენი თაფლიც არ უნდა აჭამო, მაინც შხამს გამოსცემს. გადააგორებენ ამ ყველაფერს. და მერე ისევეს გაყიდიან სამშობლოს. იმიტომ არ შეუძლიათ ამათ სხვანაირი ეს ილღაზის ნაბიჭვრები, მურმანყრუს ნაბიჭვრები, რა ვიცი, ბიძინაშვილები და ესენი სხვანაირად არ შეუძლიათ ამ ხალხს. ამიტომ ახლა ხედავ ძალიან სერიოზული პროტესტი გროვდება ერში. ახლა მე მინდა გითხრათ წინასწარ როგორ იმოქმედებს უშიშროება. და მინდა მოისმინოს ყველამ, ერმაც და ბერმაც, მერი არ კონდეს ვინმეს პრეტენზიები, რომ ეს მე არ მიტყვია. ამათი ნაბიჯები ვიცი ზეპირად, გარდა იმისა რა ინფორმაციებიც მაქვს. ესენი გააკეთებენ ტრადიციულ სტრატეგიას დაყავი და იბატონეს სახელით.
ყველა გამწარებული არის პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები. არა მაქვს პრობლემა. პრობლემა მაქვს მარტო იმ ხალხს, ვისაც გენოციდში აქვს, ერის გენოციდში აქვს მონაწილეობა მიღებული, იგივე ხაზარაძეს, იგივე ნაცებს, იგივე ქოცებს. ამათთან არ შეიძლება ლაპარაკი. აი დანარჩენები ვინც ახართ აქეთ, ვინც თავს ვთვლით ეროვნულ პარტიებად, ძალად, მოძრაობად, ეროვნულ ელემენტებად. ყველა ხო აჯგუფებთ თქვენს მხარდამჭერებს. ხო აჯგუფებთ, რომ აი ტელეფონის ნომერი მობრძანდით, ეს არ არის პარტიული, მართლა არ არის. ეს პარტიული კი არა, ესა ეროვნული პრობლემა. არაა პრობლემა, დააჯგუფეთ ყველა ხალხი. იმიტომ რომ ზოგ შეიძლება მე არ მოწონვა არ კაცო, ზოგს, მაგრამ იდეა ყველას ხო შეიძლება აქ მოწონება, არ მოწონებაზე არაა ხალხო საქმე. აქ გადაშენებაზეა, ერის გადაშენებაზეა საქმე, მაგრამ რადგანაც მაინც ირთვება ეს ელემენტი, მე იმის უფრო მჯერა, მე დაჯგუფთით სადაც გინდათ. დაჯგუფთით. ერთადერთი კატეგორიული მოთხოვნით. ეს კი არ უნდა შეჩერდეს, ამის გამკეთებელმა პასუხი უნდა აგოს. ეს შეჩერება რა რასვაშია, შეჩერება და ესენი დაჯდნენ და უბრალოდ უნდა იგულაონ ისევე, როგორც გულაობენ ეს ბოზიშვილები. ეს ხალხო, აი ელემენტარულად შეხედეთ. ამან, აი ამ ძუკნა არსება, ბიჭო, აი ამ ძუკნა არსება, შეხედეთ რა თქვა. აი ამას მოусმინეთ, რომელსაც უთხრეს, რომ 1500 ლარი თუ გემატებათ ხელფასიო თქვენო ჩინოვნიკებსო და პენსიონერსო 20 ლარი ემატებაო და შეხედე რა თქვა კაცო. 20 ლარიო კაცო, ესო არასწორი შედარებაო, პენსიონერსო 20 ლარი რო ემატებაო, იმდენი პრეფერენციები აქვს ამ 20 ლარსო და პენსიონერის სტატუსსო. რომ ისო რა ქვიაო 1400 ლარზე მეტი გამოდისო. ამის უნამუსო დედას შევეცი, ან ქმარი არ აკყავს, ან შვილი არ აკყავს, ან მამა არ აკყავს, ან დედა არ აკყავს, ვინმე როგორ არ აკყავს, შედედა მოწყნულო. როგორ არ შევაგინო ამაზე, როგორ თქვა, კარგი როგორ თქვა. ქვები აღაღადებიან, მე რო არ თქვა. ეს როგორ უნდა მოგივიდეს სპირიტო, ბიჭო, როცა იცი რომ პენსიონერი კი არა, ავადმყოფი ადამიანი საქართველოში რა გაჭირვებაშია, რა წამალძღებულობს, უფასოდ კურნალობა აქვს, უფასო თუ რა აქვს. აი ეს ხალხი რაღაცას ამას აპატიებთ და ესენი გამოსწორდებიან? არ არსებობს. გველს თავი თუ არ გაუჭეჭყე, არ არსებობს ამათი გამოსწორება. ესენი არიან სისხლის მსმელი, ამათ რო დნმ აუღო, არც ერთში ქართული სისხლი არ იქნება. რატო იცი, არ შეიძლება ადამიანს შენი თვისტომელის გაჭირვება ასე ფეხებზე სისხლმა არ გიყივლოს. 17 თაობაში შეიძლება გენმა ამოხეთქოს და 17 თაობის მერე შეიძლება გაახსენდეს ქართველს, რომ ქართველია. ესენი ბიჭო ერთ თაობაში ასე დავიწყებული ქართველობა, ასე უსისხლო ქართველობა როგორ შეიძლება არსებობდეს, რომ თვისტომელი ქართველი, რომელიც გადაშენების პირასაა, თვისტომელი, რომლის მიწაც, რომელზეც რო კითხვა ამის წინაპარიც, თურმე იბრძოდა ამის წინაპარი სად იბრძოდა. ვინ იყო მე არ ვიცი ამის წინაპარი, მაგრამ ერთი ნახდათ ვიცი, რომ იქნებოდა ვიღაცა ბოზიშვილი, რომელიც დაემალა ომს, ყველა ომებს დაემალა, რომ თავი გადაერჩინა და მოვიდა მისი უჯიშო შთამომავალი. მოვიდა ეს ძუკნა აგერ. და აი ამას ეუბნება აშიმშილებულ, გაღატაკებულ ადამიანს. ამათი შეცვლის გონია, ხელახლა რომ შეაბრუნო დედის მუცელში და ხელახლა გამოიყვანო, მაინც ასეთი გამოვა. არ არსებობს, გველია, ჩათესლილი გველია. აი ეს ჩათესლილი გველი რო იყო, ქართულად რო ლაპარაკობდა და ქართველების არაბიზაციას რო იმაშვებოდა, რა ქვია, მხარს უჭერდა და წადითო თქვენო ქართველებიო, მაგადასკარშიო და აქ ვინც მიხედავს მიწასო იმისა. აი ის არის ეს. ასეთი გველები არის კობახიძე და ესენი, რომელიც ამათი ჯიში და ჯილაგი მართლაც ყველასი. ამათი ჯიში და ჯილაგი, რომლებიც ეროვნულ ხელის საქართველოს ესროდნენ, თქვენს ესენი შეიცვლებიან? არ შეიცვლებიან, ამას ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ გეუბნებით, დაჯგუფდით ყველა ვისთანაც გინდათ. გასაგებია ყველგან იქნება უშიშროები, საიდუმლო პოლიციის სამსახურები, ესენი ჩაბუდებული. როდესაც ეს დაჯგუფება გაკეთდება, ცალცალკე ამ დამპლებს ვერავინ ვერ წააქცევს. გამოვიდეს ვინმე და განაცხადოს, რომ თუ ვინმე საქმე ტრაგი უკაცრავად ამ სიტყვისთვის წააქციოს ქოცობა. ორივე ხელით დგები მათ გვერდზე. ქოცობა მარტო არა, ნაცქოცობა. არ არსებობს ასეთი ძალა დღეს საქართველოში. ამიტომ არის ერთი მარტივი გამოსავალი. ხალხო, განხეთქილება შემოვა 1000-1000 მხრიდან. იმანამ დროს ეს თქვა, იმანამ დროს ეს გააკეთა, იმანამ დროს ის თქვა, რომ ერთმანეთში იყოს განხეთქილება.
გადადებით აბსოლუტურად ერთმანეთის მიმართ. სამშობლოს ჭირდება. სამშობლოს ჭირდება ეს, სხვას არ ჭირდება. სამშობლოს თქვენ მომავალს ჭირდება. ერთობა ჭირდება ქართული მიწის გადარჩენისთვის, სამშობლოს გადარჩენისთვის. არავის მიუხედავად ერთმანეთის ჭამის და ლანძღვისა, მაინც არ გაგიფუჭებიათ იმდენი, რაც ამათ აქვს გაფუჭებული. უბედურების დროს მგლები ერთიანდებიან. ერთად ჩამოყალიბდეს ყველა ამ ფლანგზე მყოფი ადამიანების, ჯგუფების ერთი სტრატეგია, ამათი გადაშენების, ამათი მოსპობის, ამათი ამბოწყვეტის და ამ ღალატზე პასუხის გაცემის. თუ არა გეუბნებით, შეიძლება უკანასკნელი გაფართხალებაა ეს. ამის მერე თუ საქართველოში ჩამოვიდა 70,000 არაბი, იმას კიდე რამდენი მოყვება ღმერთმა იცის და საპასუხოდ კიდე გავიდა 70,000, 60,000 ქართველი საქართველოდან და ჩვენი სადაც მომაკვდავ ერებში ვართ შესული. თუ გავიდა ეს ხალხი, დამიჯერეთ, ამის განფართხალებელიც აღარ დარჩება. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, შეწყვიტეთ, დაანებეთ თავი ერთმანეთის ლანძღვას, ძველი წყენების გახსენებას, თუნდაც ხო ამბობთ და თუ თქვენ არ ახართ მართული საქართველოს ეგრეთ წოდებული უშიშროებიდან, სუსიდან, საქართველოს სამსახურში არ არის ეს სამსახური, რომ იყოს, მაშინ ამ დღეში არ ვიქნებოდით. არიან იქ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები, მცირე ნაწილია, რომლებსაც ის საიდუმლო დოკუმენტაციები გამოაქვთ, რომელიც საიდუმლო დოკუმენტაცია როგორ გამოვიდა გარეთ, მათ შორის ამ მიწების გაყიდული მიწების რაოდენობა და სტატისტიკა იმათი გამოტანილია აქეთ ახლა. ვინ როგორ რანაირად ეს არავის საქმე არა. და ერთიანი ფრონტით მხოლოდ ერთიანი ფრონტით შეიძლება ამათი განადგურება. სხვა შემთხვევაში სანამ ივანიშვილი არ ჩაძაღლდება, არ მოკვდება, ფიზიკურად არ მოკვდება, დამიჯერეთ. მანამდე საქართველო იქნება სულ ამუღელში. იმიტომ რომ ეს კაცი არის მთავარი ქვეწარმავალი. ეს კაცი იყო მთავარი ქვეწარმავალი, რომელიც შევარდნაძეს აძლიერებდა, ეს კაცი იყო, რომელიც ზვიადის და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ჩუმად, ფარულად, გველურად იყო ჩაბუდებული და იქ გამოჩნდა შემთხვევით კადრში, როდესაც მისი ძმაკაცები ვოლსკი და ბარეორი კიდე შევარდნაძის უკანალში იყვნენ შემძვრალი მოსკოვში, იქ იყო, ესეც იქ ეგდო. ეს იყო ამან შექმნა გოლემი სააკაშვილი, ეს უბედურება, ამან მართა ქართველი ერის წინააღმდეგ, ამან გაანადგურა მთელი ქართული ეროვნული ძალების სულისკვეთება, ყველაფერი რაც სააკაშვილის დროს არის გაფუჭებული, ნახევარ-ნახევარი კი არა. ესა ივანიშვილის კისერზე. იმიტომ ესა მისი დაფინანსებული ძალა, მისი შექმნილი მონსტრი და მხოლოდ იმისთვის, რომ მე როცა დაჭირდებოდა გაეწიათ ეს გოლემი გვერდზე. და ესა თვითონ ხელი დაეფარებიათ ამ ხალხისთვის. როგორც დააფარეს, მასობრივად როგორც დააფარეს ხელი, მერე ვივამედში ყოლოდათ, ვივამედიდანაც ეკეთებია საქმე, ახლა ციხეში გადაიყვანეს, ციხეში ეკეთებია საქმე, თვითონ ყოფილიყო საერთოდ წყნარად, თვითონ მისი ზებრის, მისი ზვიგენის და მისი პინგვინის მეტი საზრუნავი არაფერი არ აქვს და არ ერევა არაფერს და ყავდეს ასეთი მონები. საქართველოს კი ეს უბედურება დამართოს. ადრე თუ გვიან, ყველა წარმავალები ვართ. და მიწის გაყიდვის უფლება, რომელიც თაობებმა საუკუნეების მანძილზე სისხლით და מחვილით მოიტანეს ჩვენამდე, ვისა აქვს მიწის გაყიდვის უფლება, როცა თვითონ სტუმარი არის ამ მიწაზე. და ამ მიწის მეპატრონე ერთადერთი არის სახელმწიფოებრიობის წარმომქმნელი ქართველი ერი. დიახ, ქართველი ერს აქვს საკუთარ სამშობლოში ის უპირატესობა, მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ადამიანზე მეტი უფლება აქვს კანონით. არა, ეროვნული ინტერესის მხრივ ქართველი ერის ლეგიტიმური უფლება არის და ქართველი ერის კანონიერი უფლება არის ერმა, რომელმაც ამდენი ბრძოლების და ომების შედეგად დღემდე მოიტანა ეს მიწა, კონდეს ეროვნული ინტერესი და ამ მიწას ერქვა საქართველო. ვინმეს არ დაავიწყდეს, რომ ამ მიწას ქვია საქართველო, ამ მიწას არ ქვია არც
არაბეთი ამ მიწას არ ქვია არც სომხეთი, ამ მიწას არ ქვია არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი, არც თურქეთი და არაფერი. ამ ქვეყანას ქვია საქართველო. და მან ვინც მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე, ქართველმა ერმა, ქართულმა ეთნოსმა. კი ბატონო. ცხოვრები იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ ქართველმა ძირითადად. მართლმადიდებელმა, ქართველმა ქრისტიანმა მოიტანა ამ 100,000 მოწამეების დღეს კიდე ამტკიცებს იმას, რომ რა ფასი დაუჯდა ქართველ ერს ამ მიწის შენარჩუნება. აქ ლეგიტიმური უფლება, კანონიერი უფლება ამ მიწაზე ეროვნული ინტერესი გაატაროს. და ქართველი ერის ეროვნული ინტერესი არის ის, რომ საქართველოში იყოს ქართული ტრადიციები დაცული, ყველა ერი ცხოვრობდეს კანონის წინაშე თანასწორად, მაგრამ ჩვენ ნურავინ უნდა გვიწყებს ჭკუის სწავლებას, ნურც არაბი, ნურც სომეხი, ნურც აზერბაიჯანელი, ნურც თურქი, ნურც რუსი, ნურც სხვა და ნურც სხვა ჯიში და ჯილაგი არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ქვეყანაში როგორ ვიცხოვროთ. აგერ აზერბაიჯანელი ვიღაცა მუფტი იყო, მე მგონი გამოსული და რაღაცა იმას არჩევდა, რა ქვია, რომ ეს როგორ შეიძლებაო. წაბრძანდით ბატონო თქვენ აზერბაიჯანში. და იქ ასწავლეთ ჭკუა. წაბრძანდით. და სხვაებიც წაბრძანდით. ვინც გვასწავლით საქართველოში ქართველებმა როგორ უნდა ვიცხოვროთ. გაქვთ თქვენი სახელმწიფოები და წაბრძანდით იქ, ვისაც არ მოგწონთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ერის წარმომადგენელი იქნება. და ვისაც ქართული საქართველო უყვარს და ვინც საქართველოს შვილაკვის თავს ღმერთმა მშვიდობა მიცეს და ვინც თაობებით ცხოვრობდა ამ მიწაზე და ქართველებთან ერთად ბრძოლობდა, სისხლყვრიდა, შრომობდა, იცავდა, აშენებდა ამ ქვეყანას, იცხოვროს ყველა ამ ხალხმა ქართულ წესრიგში. ეს ამ მოკლე და კონკრეტული პასუხი ამ ხალხისთვის. ამას ვინც ითხოვდა, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ. ამას 91 წელს არქმევდნენ პროვინციულ ფაშიზმს. და მაშინ ტყვია ცხონებულს, იმიტომ ესროლეს, რომ ქართული წესრიგი არ ყოფილიყო საქართველოში და ყოფილიყო ხუინდრავები და სხვები და სხვები. არ ვაპირებ შენ შემოგევლე მე პარტიის გახსნას და პარტიულ ცხოვრებას არ ვაპირებ. პარტიული ცხოვრება და პარტია რომ დომოდა პარტიაში ვიქნებოდი და ყველა ქართველთა დიდი გაერთიანებაში არა ქართული გვარის ადამიანების, მაგრამ ვისთვისაც საქართველოს სამშობლო არის და უნდა ქართულ საქართველოში ცხოვრება, ყველა არის გაერთიანებული და გაერთიანდით. მობრძანდით. ყველა მობრძანდით, ვისაც გინდათ ქართული საქართველო. ნურავინ უმოგვახევს თავს. და ეხლა ერთი მიმართვა მაქვს კიდე აი 240 ადამიანი უყურებს, კიდე ბევრი ნახავს. გენაცვალე ძმაო, მე გეტყვი პირდაპირ, მე პირდაპირ გეტყვი. ვისაც ქართული გვარი არა აქვს, საქართველოს შვილია და საქართველო უყვარს, ქართული საქართველო უყვარს. ისეთში როგორშიც დაიბადა, გაიზარდა და რასაც ქვია ქართული ფენომენი, სადაც მეჩეთით შეიძლება იდგას ადგილზე ქრისტიანული ტაძარიც, სინაგოგაც, სომხური ეკლესიაც, კათოლიკური ეკლესიაც და აი ესეთი საქართველო უყვარს, ეს ბუნებრივი იყო, ეს ჩვენთვის არავის უსწავლებია. მე ის ადამიანი ქართველზე მეტად, გვარით ქართველზე და ეთნიკურად ქართველზე მეტად მიყვარს და იმიტომ მიყვარს, ძმაო, რომ ქართველი გვარით ქართველი და ეთნიკურად ქართველი ვალდებულია უყვარდეს მისი ქვეყანა. მაგრამ წარმოშობით სხვა ადამიანს თუ ჩემი ქვეყანა ჩემსავით უყვარს, ის 100 მაგათ და 1000 მაგათ დასაფასებელია და ვენაცვალე მე იმ ადამიანებს. მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. აი მოუწოდო აგერ აუდიტორია არის, უამრავი ადამიანი უყურებს ამ ყველაფერს. ყველას მინდა მოუწოდო ერთი რამ. ჩაწერეთ 1 წუთიანი ვიდეო მიმართვები. 1 წუთიანი ვიდეო, რადგანაც სიტყვაზე მაგალითი ჭირდება ვინმეს,
მე გავაკეთებ ხო ამ ერთწუთიან მიმართვას და ამ ერთწუთიან მიმართვაში იქნება ის აზრი ჩადებული, რომელი აზრიც არის საჭირო იქნას გაჟღერებული. აი 46,000 გამომწერი მყავს ხო აქაც იქეთ YouTube-ზე ცალკე. ყველამ გაბედეთ, გატეხეთ. ვისი გეშინიათ? რისი გეშინიათ? გატეხეთ ყველამ შიში, ან მორიდებებს დაამგენს, გაანებეთ თავი, მოსარიდებელი არაფერი არა. გამოხატეთ ერთი წუთი დახარჯეთ სამშობლოსთვის პროტესტი, რო თქვენ გმობთ ამ ყველაფერს და გაავრცელეთ. ყველამ გაავრცელეთ. დამიჯერეთ ეს 20, 30, 100,000 ასეთი რო გაკეთდეს, თქვენ ნახეთ როგორ ლაკორიაში იქნებიან ესენი შემძვრალი. როგორ შეცვლიან ტონს ჩვენთან ლაპარაკით. როგორ შეცვლიან. და ვინც ახლა ამას არ გააკეთებს, იმას არც სამშობლო უყვარს და არ აინტერესებს არაფერი რა, იმიტომ რომ ამას მაინც არ ჭირდება თავგანწირვა, ამას მაინც არ ჭირდება ქუჩაში დგომა, იარაღზე ხელის მოკიდება და მსგავსი რაღაცები. ახლა თუ გეშინია არ ახარ ძმაო იმის ღირსი რომ შენი სამშობლო გიყვარდეს რა. და ეს რა ქვია, შენ ქვეყანაში გედგომებს თუ ერთი წუთიანი ბლოგის ჩაწერა არ შეგიძლია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ არ აქვს მნიშვნელობა. და მე მოგცემთ შესაბამის შაბლონს მე პირადად როგორი ჩაწერა უნდა გააკეთოთ. ამიტომ ძიმე დღეები გველოდება წინ. ესენი ეს კოცბანდა ბიძინამადიდებლები და ეს ნაცბანდა, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ 34 წლიან სიმსივნეს, რომელიც ვითარდება, ჯერ კეთილთვისებიანი რო არის და ედება, მერე ავთვისებიანი რო ხდება. ხო და აი რო ანადგურებს ქართული, თუ ესენი არ იქნა სიმსივნეს, თუ ესენი სარკომასავით არ იქნა ამოკვეთილი ქართულის საზოგადოებიდან და საქართველოსდან, დამიჯერეთ, ამათ არაფერი არ ეშველებათ. 20 ლარს დაგამადლიან და გეტყვიან, რომ 20 ლარი რომ მოგეციოთ, ჩემ 11,000-ზე ბევრად მეტი არის. მიწას გაგიყიდიან და გეტყვიან, რომ ასე გადავწყვიტეთ, ინვესტიცია სჭირდება და შენი ადგილი აქ არ არის. გამოგიყვანენ მიშას, გაყურებიებენ ჯერ ვივამეთში როგორ აყავთ, იქ როგორ აკეთებიებენ ნაბიჭორებს, როგორ გულაობს, როგორ სვამს, როგორ ჭამს, თქვენ სამართლის მაგივრად, იმის მაგივრად, რომ სამართალი აღდგეს. გადაგიყვანენ იქეთ. მოგიყვანენ გახარიასნაირს, რომელსაც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრობას მიცემენ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის თურმე არ ვიცი 13,000 ჰექტარიო მიწაო გადასცაო ოკუპანტებსო. და ამ დროს ყველას ძინავს 13,000-ის რო გადასცა, რა ქვია, ჰექტარი მიწა, თავდაცვას, უშიშროებას, დაზვერვას, კონტრდაზვერვას, ყველას ძინავს, როცა მინისტრი ღალატს ჩადის. და მე ეს მოღალატე მინისტრი გაგიხდებათ, დაწინაურდება ღალატის გამო, გაგიხდებათ პრემიერ-მინისტრი. და როცა ჭირდებოდათ გახარიას უკანალში უძრებოდნენ და ესა რა ქვია, მე თვალთხარია დაუძახეს. ისე დაგაბრალებენ თქვენც. რას ამირჩიეთო? არ დაგაბრალათ? ერთხელ გითხრათ ივანიშვილმა თუ ორჯერ გითხრათ. ჰერა, შვაში ვარო, თქვენ აირჩიეთო, აგერო ისო, მარგველაშვილიო და თუ არ გამოგადგათო, მარგველაშვილის ბრალიაო და თქვენი ბრალია. ამას გაგიკეთებენ. ესენი ჩვენ ადამიანებად არ გთვლიან. არ გთვლიან ადამიანებად. ჩვენ ვართ ამათთვის, რუსულად ასე კარგი ნათქვამი, რასხოდნი მატერიალი. რომელი რასხოდნი მატერიალიც უნდა იქნას გახარჯული. ეს სტატისტიკა ვართ რა ამათთვის. პასპორტი კონდეს ქართული და всё, ეს ქართული. სამაგეროდ 70,000 არაბი რო ჩამოვა, ეს 70,000 პლუს 70,000 კოცი იქნება, რომელიც მე 300,000 კოცი გახდება. და შენ თუ არ მიხვალ არჩევნებზე, იო ის არაბი და აგირჩევს კოცს. ასე იქნება შენი ქვეყნის საქმე. ეს მედი გველოდება. ან გამოფხიზლდებით ამათ მოვიცილებთ, ან კიდევ ერთხელ გეუბნებით, ესენი დაასრულებენ საქართველოს. ვართ ბოლო სტადიაში. ნოემბერი. გამოფენა,
გაყიდული საქართველო, რომელიც კიდე იყიდება. ილიას და აკაკის ძეგლთან. თბილისი, რუსთაველი. მიბრძანდით, თქვენი თვალებით ნახეთ ის მტკიცებულება, ხო გინდათ მტკიცებულება, აი ხოცებით თქვენ, მტკიცებულება სადა გაქვთ? მტკიცებულება სადა გაქვთ? დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ როგორც ქალი არ შეიძლება იყოს ნახევრად ორსული, ისი არ შეიძლება რომ ამას ვერ ხედავდე. ვერ ხედავდე. იმიტომ რომ როდესაც შენ ხედავ რომ შენ ელემენტარულად რაღაცას გამოიძახებს, სხვა ჯიშის ადამიანი მოგიტან საჭმელს, ქუჩაში გამოხვალ, გაჩერებაზე გაჩერდები, 40 კაცში ერთი ქართველი დგეხარ, მეტროში შეხვალ, ავტობუსში შეხვალ, გაივლი, გამოივლი, ქართველის გარდა ყველა რჯული არის. ამას ვერ ხედავდე. მაგრამ მაინც ხო იძახი მტკიცებულებას, ხო და ფეხმძიმე ქალის მტკიცებულება რა არის? ნუ მუცელი ეზრდება, ხო, კაი, მუცელი ეზრდება, კაცო, იქნება გასუხდა და იმიტომ ეზრდება, მაგრამ ნაყოფი სადღაც ხო უნდა გამოვიდეს ადრე თუ გვიან. ეს ნაყოფი თუ გამოვა, ეს ნაყოფი თქვენი ნაღალატევი ნაყოფი თუ გამოვა, მე შემწინააღმდეგებელი აღარ ეყოლებათ, რომ აი მტკიცებულება დამიდევიოდა. სანამ დაიბადებოდეს ის ბოროტება, რომელი ბოროტებასაც ხოცები თესავთ, აგერ რენტგენში დანახული ჩანასახი თქვენი უბედურება და თქვენი ბოროტება. აგერა მიბრძანდით 16 ნოემბერს თქვენი თვალებით ნახეთ, ხელით შეეხეთ იმ ფურცელს, თქვენი წაიკითხეთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და ნახეთ რომ 127 მილიონი კვადრატული მეტრი. კიდე ერთხელ ვამბობ, ვინმე არ მოამბას ამას თავი. დათვლილია ეს. დაანგარიშებულია. საქართველოს მასშტაბით. ვის აქვს გაყიდული და ვისი არის გადაცემული. და ის რაც ამის ჩამდენებს ეკუთვნით და ის რაც ამის ჩამდენებს ჭირდებათ, ეს ცალკე თემა არის. ჯერ შევძლოთ იმდენი და უნდა შევძლოთ თუ გვინდა გადარჩენა, თუ გვინდა არსებობა, უნდა შევძლოთ. შევიკრიბოთ, გამოვიდეთ და ამათ რა უნდა უქნათ, მერე გადავწყვიტოთ. თუ ეს მოღალატეები, თუ ამ მოღალატეებმა ქვეყნიდან არ გაგვასწრეს. თავის დროზე ხო გამოგვყარეთ ჩვენ. ეხლა ვნახავთ, ძალიან მალე ვნახავთ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ შეიზავოს ეს ბიონაგავი. ბიონაგავში შედის უსამშობლო მოღალატე ადამიანები, რომლებისთვისაც შიგ ევროპა არის მთავარი, რო იძახიან, ამათთვის ეროვნება არ არსებობს, ამათთვის სამშობლო არ არსებობს, ამათთვის არაფერი რო არ არსებობს, რწმენა რო. ეს ბიონაგავი ჩვეულებრივად მოსაცილებელი არის იმ ბიონაგავთან ერთად, რასაც ქართული ოცნება ქვია. ეგ არის და მეტი არაფერი. მორჩა და დამთავრდა. დღეს ახლა ამით დაგიმშვიდობებით, მიმართვას ჩავწერ და გავავრცელებ და გექნებათ შაბლონური თუ ვინმეს გაინტერესებთ, თუ ვინმეს გიყვართ თქვენი ქვეყანა და თუ ფიქრობთ და თუ მართლა გადარდებთ ეს ყველაფერი, ჩაწერეთ ბატონო და გავავრცელეთ და გავავრცელოთ სხვებმაც. და რაც შეეხება იმ ინტერვიუსაც კიდე გავარჩევთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ოღონ ისეთი მშვიდობა არა ისინი რო იძახიან. ღირსეული მშვიდობა. ქართველი ადამიანის გული დასული რომ სიმშვიდეს იგრძნობს, ისეთი მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. და ეს მაშინ ვიგრძნობთ, როდესაც ამ ქვეწარმავლებიდან გამთავისუფლდებით. მანამდე არ იქნება მშვიდობა, არასდროს არ იქნება და მშვიდობა არ ქვია იმას, რასაც ესენი აკეთებენ. ცხენის ძუაზე არიან გამოსაბმელები, კი ყორღანაშვილებივით გადასაყრელი არიან ქარაფიდან.